მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ მშვენიერზე და ვაგრძელებთ რუბრიკას მამაკაცის ტანის სამოსთან დაკავშირებით და დღევანდელი განხილვის მთავარი თემა იქნება კოსტუმის მთავარი მეორე შემადგენელი ნაწილი, ეს გახლავთ შარვალი. შარვალი პიჯაკთან ერთად კოსტუმში ქმნის საერთო შთაბეჭდილებას და ის კოსტუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. ჩვენ გვაქვს რამოდენიმე ტიპის შარვლები კოსტუმში. პირველი ეს გახლავთ classic fit. ეს გახლავთ ტრადიციული ოდნავ ფართო ჭრა. თავისუფლად ზის სხეულზე, არ აქვს ტანზე მოტვასნილი და იდეალურია ფორმალური და ბიზნეს შეხვედრებისთვის. მეორე ვარიანტი ეს გახლავთ slim fit, იგივე მჭიდრო ჭრა, რომლის დროსაც შარვალი მჭიდრო ზის, განსაკუთრებით ბარწაკებისა და წვევების არეში. აქვს თანამედროვე და ახალგაზრდული ერი, ხშირად გამოიყენება ყოველდღიური და თანამედროვე საქმიანი სტილისთვის. მესამე ვარიანტი ეს უკვე გახლავთ შევიწროვებული ჭრა და ბარწაკებთან უფრო ფართოა, ხოლო ქვემოთ თანდათან ვიწროვდება წვევებისკენ. იდეალურია მათთვის, ვისაც სურს თანამედროვე იერი ჰქონდეს. მეოთხე ვარიანტი ეს გახლავთ პლიცებიანი შარვალი. ეს გახლავთ უფრო მეტად ტრადიციული და კლასიკური ვარიანტი. წინა ნაწილში აქვს ნაკეცები 1 ან 2, არის მეტად თავისუფალი წინა და ბარწაკის ნაწილში. ასევე კოსტუმის შარვლებში ჩვენ გამოვარჩევთ რამდენიმე განმასხვავებელ დეტალს. პირველი, ეს გახლავთ წელზე დგომა შარვლის და აქ ჩვენ გვაქვს 3 ტიპი. მაღალწელიანი, რომლის დროსაც შარვალი ზის წელს ზემოთ და მუცელს პარავს. მეორე ვარიანტი ეს გახლავთ საშუალოწელიანი, რომლის დროსაც შარვალი ზის ბუნებრივად წელზე და მესამე ვარიანტი ეს გახლავთ დაბალწელიანი შარვლები, რომელიც უფრო მეტად დამახასიათებელია არაფორმალური სტილისთვის და ამ დროს შარვალი ზის წელს ოდნავ ქვემოთ, ასე ვთქვათ, თეძოსთან. შარვლის ტოტების ფორმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია და განსაზღვრავს შარვლის საერთო სილუეტს. აქ ჩვენ გვაქვს 4 ტიპის შარვლის ტოტი. პირველი ეს გახლავთ straight, იგივე სწორი ფორმა, როდესაც ერთ ციგანეზე ეშვება ბარწაკიდან ტერფამდე, არ ვიწროვდება, ვიზუალურად აგრძელებს ფეხებს და იდეალურია კლასიკური სტილისთვის. მეორე ვარიანტი ეს გახლავთ შევიწროვებული ტოტები. ბარწაკიდან შედარებით ქვემოთ ვიწროვდება, სხეულზე მორგებულია და პოპულარულია ახალგაზრდებში. მესამე ვარიანტი ეს გახლავთ slim, ვიწრო ჭრა, რომლის დროსაც ბარწაკიდან ტერფამდე ხაზი ესმება ფეხების ფორმას, იდეალურია გამხდარი და საშუალო სიმაღლის მქონე ადამიანებისთვის. მეოთხე ვარიანტი ეს გახლავთ wide, იგივე ფართო ტოტები, რომლის დროსაც ტოტები საერთოდ არ ვიწროვდება და ხშირად ოდნავ ფართოვდება ქვემოთაც. ქმნის დაგდებულ სილუეტს, კარგად ერწყმის პლიცებიან შარვალს და იდეალურია მაღალი აღნაგობის მქონე ადამიანებისთვის. ასევე ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშნის შესახებ შარვლებში, ეს გახლავთ შარვლის ტოტის დაბოლოება. აქ ჩვენ გვაქვს რამოდენიმე ტიპის შარვლის დაბოლოება, რომელსაც განვიხილავ ჩემს კოლეგასთან ერთად. ვაუ! ძალიან დიდი მადლობა ლევან მოწვევისთვის. სწორად აღნიშნე, რომ შარვალში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არის ტოტის დაბოლოება, სადაც ჩვენ გვაქვს 4 ტიპის დაბოლოება. პირველი ვარიანტი ეს გახლავთ full brick, რომლის დროსაც შარვალი მთლიანად ეყრდნობა ფეხსაცმელს, გახლავთ უფრო ტრადიციული და კონსერვატიული სტილი, კარგად გამოიყურება ფართო ტოტიან შარვლებზე. მეორე ვარიანტი ეს გახლავთ half brick, რომლის დროსაც ოდნავ ეხება ფეხსაცმელს ჩვენი შარვლის ტოტი. გახლავთ ყველაზე დაბალანსებული ვარიანტი, არის ძალიან უნივერსალური სტილი და გამოიყენება მეტწილად საღამოებისთვის და საქმიანი შეხვედრების დროს. მესამე ვარიანტი ეს გახლავთ მოკლე ტოტები, რომლის დროსაც შარვლის ბოლო ფეხსაცმლამდე არ აღწევს. ხშირად ვარჩევთ წინდას ან კოჭს შარვლის და ფეხსაცმელს შორის და გამოიყენება მეტად არაფორმალურ ლუკებში და მისაღებია ზაფხულის კოსტუმებისთვის. მეოთხე ვარიანტი უკვე ეს გახლავთ turn up ტოტები, როდესაც შარვალს დაბოლოებაზე დახვეული აქვს ზოლა და ნაჭერი და ქმნის იერსახეს, თითქოს შარვალი არის აკეცილი, გამოიყენება ძირითადად პლიცებიან ან ფართო შარვლებზე. ამძიმებს ტოტს, კარგად დაგდებულს ქმნის და უფრო მეტად უხდება მაღალ ადამიანებს. მადლობა ძალიან საინტერესო ინფოს მოწოდებისთვის. შემდეგ განმასხვავებელი ნიშანი ეს გახლავთ შარვალში ჯიბები.
ისინი საკმაოდ შემუმჩნეველი დეტალებია, თუმცა გვაქვს რამოდენიმე ტიპის ვარიანტი შავლებზე. პირველი ეს გახლავთ vertical pockets, ანუ იგივე ვერტიკალური ჯიბეები, რომლის დროსაც ჯიბეებს აქვს სწორი ფორმა, არის მთლიანად ვერტიკალურ ჭრილში და ხშირად იკერება გვერდითან ნაკერში. მეორე ვარიანტი უკვე ეს გახლავთ side pockets. მდებარეობს შავლის წინა მხარეს, მაცვნებლად არის გადახრილი ჭრილი და ამარტივებს ხელის ჩაყოფას. მესამე ვარიანტი ეს გახლავთ coin pocket, რომელიც მდებარეობს ტრადიციულ შავლებში და გახლავთ მარჯვენა შავლის ჯიბის თავზე, გამოიყენებოდა ძირითადად ჟეტონებისთვის, მონეტებისთვის და ასევე საათების ჩასადებად. დღეისათვის სულ ეს იყო ჩემი მეგობრებო, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. შემდეგი ვიდეოს განსახილველი თემა იქნება, რა თქმა უნდა, მამაკაცის ტანისამოსი და ჩვენ ამ თემით ამოვწურვათ მთლიანად კოსტუმის შესახებ საუბარს და ეს იქნება ჟილეტი. როდესაც ჩვენ კოსტუმის შესახებ ვიდეოს წერდით, მე აღვნიშნე, რომ გვაქვს კოსტუმის როგორც ორეული, ასევე ზოგიერთ შემთხვევაში სამეული, როდესაც მესამე ნაწილი კოსტუმის შემადგენელი გახლავთ ჟილეტი. დროებით.